არც რესურსი გქონდა იმისი, რომ ოპერატიულ დონეზე გაგვეშალა ძალები, ან ოპერატიული დონის ამოცანა. ჩვენთვის ოპერატიული დონის ამოცანა რა იყო? მოზდოკის აეროდრომის განადგურება მაგალითად ჩრდილო კავკასიაში, ვლადიკავკაზში არსებულ სამხედრო ნაწილებზე დარტყმა, საიდანაც ტექნიკა შემოდიოდა მე-19 მოტომსროლელი დივიზიის. ჩვენ რეალურად საბრძოლო მოქმედებები ვაწარმოეთ ტაქტიკურ სივრცეში, ჩავიკეტეთ ტაქტიკურ სივრცეში, ჩვენი სამხედრო ტექნიკა, სამხედრო შესაძლებლობები ტაქტიკურ სივრცეს ვერ ცდებოდა მათი შესაძლებლობები, რუსეთმა ორი ოპერატიული მიმართულებიდან აწარმოა საბრძოლო მოქმედებები ოპერატიული დონის შეიარაღების გამოყენებით. აი ეს არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი და ვინც დიდად ვერ ერკვევა მებში, აი ამ შედარებას ვერ აკეთებენ ხოლმე. შენ თუ მოწინააღმდეგე ომს და საბრძოლო მოქმედებებს გთავაზობს და აწარმოებს ოპერატიულ სივრცეში და შენ ჩაკეტილი ხარ ტაქტიკურ სივრცეში, აი მარტივი შედარება რო გავაკეთო, ძალიან პრიმიტიული და მარტივი შედარება, რაღაცა ორი ადამიანი რო ერთმანეთს რაღაცა ხელკეტებით ებრძოდეს, ერთს ქონდა ეჭიროს რაღაცა 5 მეტრის სიგრძის ჯოხი და მეორეს რაღაცა 9 მეტრის სიგრძის ჯოხი და იქნევდეს, აი მარტივად რომ მიხვდეს სამოქალაქოები და შენი მსმენელი, დაახლოებით ეგეთი რაღაცა, შენი артиლერია მოქმედებს რაღაცა ტაქტიკურ სივრცეში არის შეზღუდული, სამანევრო ქვედანაყოფები ტაქტიკურ ოპერაციებს ატარებენ და ამ დროს მოწინააღმდეგე დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში, ანუ მათთვის ოპერატიულ და შენთვისაც ოპერატიულ სიღრმეებში გაუჩერებლად გირტყავს ავიაციით, გირტყავს ბალისტიკური რაკეტებით, ოპერატიული რესურსები გერღვევა, ოპერატიულ რესურსებს კარგავ, სტრატეგიულ ობიექტებს კარგავ, ფოთის პორტზე, ანუ სტომას კარგავ, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს კარგავ, რომელიც ოპერატიულ სივრცეში არის მოქცეული და ამ დროს ხდება ის, რომ შენ ტაქტიკურ დონეზე საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებ რაღაცა კრიტიკულ ზღვრამდე და მაგ კრიტიკული ზღვარის იგით ყველაფერი წყდება და ამ დროს შენ აღარ ზურგი გაქვს და ყველაფერი მოშლილი არის და რაღაც ესე ნელ-ნელა კი ამთავრდება ომი. და ნელ-ნელა კი არ გეცლება რესურსები, იმიტომ რომ ნელ-ნელა აწვი ზურგიდან აღარ ზურგი გაქვს, ზურგიც აღარ გაქვს, ზურგში დესანტია გადმოსმული, ბაზები განადგურებულია, საწყობები განადგურებულია ბალისტიკური რაკეტებით, მომენტალურად წყვეტა ომს და ჩერდება ყველაფერი.